როდესაც თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ადევნებთ თვალყურს, შესაძლოა მიმდინარეობს, ან მაგარი ალბათობით, უკვე დასრულებულიც არის შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის მაიამიში. ეს უსაინტერესო შეხვედრა იქნება, თუმცა ვიდეო მანამდე იწერება და აქედან გამომდინარე მე პრინციპში მაინც არ მაქვს უფლება, რომ ვილაპარაკო ამ შეხვედრის შედეგებზე, მაგრამ მე შემიძლია ვილაპარაკო თემაზე, რა უნდა რუსეთს და როგორ არ მიიღებს რუსეთი არც ერთ იმ პირობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ პრეზიდენტების დონეზეც კი იქნება შეთანხმებული სამშვიდობო წინადადებები თუ ინიციატივები, ანუ ამერიკულ, ევროპულ უკრაინული ან ამერიკულ უკრაინული მეთქი ასეთ შემიძლია თქვა, რუსეთს კარგად უნდა გვახსოვდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მთელი უკრაინა სუსტად ისე როგორც ეს მთელი უკრაინა უნდა 2022 წელს ყოველგვარი SVO არის საბაბი, ყველა SVO არის საბაბი SVO-ში გაწერილი პუნქტები, რომ აი დენაციფიკაცია მოხდეს, დემილიტარიზაცია მოხდეს, უკრაინა შევიდეს ნატოში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო უბრალოდ ფორმალობისთვის გაწერილი რაღაცა მოთხოვნები და სულ რო შეესრულებინა უკრაინას ყველა ეს მოთხოვნა, რუსეთი მას უკრაინას მაინც დაესხმებოდა თავს, იმიტომ რომ რუსეთს უნდა რომ მთელი უკრაინა იყოს მისი მონა და რატომ უნდა მთელი უკრაინის დამონება, იმიტომ უნდა რომ უკვე შემდგომ რუსეთს მეთქი ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ პუტინს, არამედ რუსეთს, იმიტომ უნდა რომ მერე დაიწყოს საბჭოთა კავშირის ერთგვარი ფორმით აღდგენა იმ 12 რესპუბლიკაზე კონტროლის სრული დამყარება, რომლებიც დამოუკიდებელ სუბიექტებად იქცნენ, რუსეთის გარდა 11 რესპუბლიკა იგულისხმება ბალტიის სახელმწიფოებზეც, ერთზე, ლატვიაზე, ხო, ლიეტვაზე და ესტონეთზეც დაამყაროს კონტროლი, ანუ სამ ბალტიურ სახელმწიფოზე და დანარჩენი ყველაფერი არის ბულშიტ, არაფერი არ არის. უკრაინას თუ დაიპყრობს ვეებერთელა უკრაინას ლატვიასთან შედარებით, ამის შემდეგ გაცილებით იოლი იქნება კი არა მიბობღდებიან ცალკეული სახელმწიფოები მასთან. ახლა ამ ყველაფერს რუსეთი ფრონტის ხაზზე მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მთლად გულახდილებით თუ ვიქნებით, რომ ვერ აღწევს, ეს ფაქტია. ახლა ახალი რამ მოიფიქრა რუსეთმა, რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მიაწვდეს ზელენსკის, რომ მიაწვდეს სწორიზნარი, რომ არჩევნები ჩაატარეოდა, რაღაცა ზელენსკი მითამაშა გენიალური საჭადრაკო პოლიტიკური დაფაზე გენიალური სვლა გააკეთა დედოფლითა თუ ეტლით და თქვა რომ კი ბატონო მე თანახმა ვარ რომ არჩევნები ჩატარდესო, ეს ხომ თქვა ზელენსკიმ. ამის შემდეგ რუსეთმა თავის პრესკონფერენციაზე თუ ხალხთან შეხვედრაზე ხო თქვა ის რუსეთის ლიდერმა პუტინმა, რომ მოდი აბა თუ ბიჭია ჩაატაროს და მე არ დავბომბავ საარჩევნო უბნებს, რომ ისი შიშიც სიმართლე გითხრათ ჰქონდა. ახლა რუსეთი რაღაცა ფრონტის ხაზზე ვერ აღწევს ვერანაირ წარმატებას, მას უნდა რომ იქნება და რეჟიმ ჩეინჯი მოხდეს სწორედაც რომ არჩევნების გზით, რაც ჩემი მოსაზრებით და არა ვარ მარტო ამ მოსაზრებაში აბსოლუტური რისკიანი ნაბიჯია, იმიტომ რომ ზელენსკი მაღალი ალბათობით არჩევნებში გაიმარჯვებს, არა იმიტომ რომ ის უპირობო ლიდერია, ერთი არის გასაკვირველია, მაგრამ იმიტომაც რომ მისი ყველა მეტნაკლებად ღირსეული ოპონენტი, ვინც კი შეიძლება იყოს თეორიულად, არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ არ მიიღებს. პოროშენკო თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ის ბოდიში ამ სიტყვისთვის გაფარჩაკდება. კლიჩკო, დედაქალაქ კიევის მერი არის ცოტა ბოლო პერიოდში გააქტიურებული და ღიად არ დაუფიქსირებია, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ მიიღოს მან მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ მთელი უკრაინის მასშტაბით ის გაფარჩაკდება. ვინ შეიძლება იყოს ბუდანოვი ჩემი მოსაზრებით არ წავა არჩევნებზე, ისევე როგორც არ წავა არჩევნებზე ჩემი მოსაზრებით ზალუჟნი და თუ წავლენ მე მათ მიმართ გაფარჩაკებას, ამ სიტყვას გაფარჩაკებას ვერ ვიხმარ, მაგრამ მეორე ტური არის გარდაუვალი და გარდაუვალი თუ არის მეორე ტური, პუტინისთვის ვინ უფრო უარესია, ბუდანოვი თუ ზელენსკი, ხო, ესეც საკითხავია, ასევე ვინ უფრო უარესია, ზალუჟნი თუ ზელენსკი, ესეც საკითხავია. ნებისმიერ შემთხვევაში ამ სამის ალიანსი იმ შემთხვევაშიც კი თუ ზელენსკი დამარცხდება არჩევნებში, ან რომს გაიმარჯვოს, ჩემი მოსაზრებით, გარდაუვალია გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ ისინი არსით სწორედაც რომ უკრაინის პატრიოტები არიან.
როგორ დამთავრდება ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, ეს არ ვიცით, უნდა ვიცოდეთ უბრალოდ, რომ არაფერს, სანამ რუსეთს ნებაყოფლობით არ დაუთმობს უკრაინა დონბასის იმ ნაწილს, რომელშიც ის არის გამაგრებული, არაფერს რუსეთი არ მიიღებს. სულ რომ ტრამპმა უთხრას, რომ ყველა სანქციას მოგიხსნიო, რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც მართლა აქვს ეს შთაბეჭდილება, რომ იმარჯვებს ფრონტზე, არც ერთ წინადადებას არ მიიღებს. არა როგორ იმარჯვებს ხალხო. ახლა ზუსტად დღევანდელი დღე არ მომიცვლია, მაგრამ უახლოეს დაახლოებით 14 დღეში ამ ომის ხანგრძლივობა გადაასწრებს მეორე მსოფლიო ომის ნაწილის, დიდი სამამულო ომის ხანგრძლივობას. ისი თქვენ რომ არასრული 4 წელი, ივნისის 22-დან 9 მაისამდე გრძელდებოდა, 8 მაისამდე გრძელდებოდა ომი. რეალურად 8 მაისამდე, ამიტომ ეხლა უღარ ვიკაბათებთ იმაზე, რომ 9 მაისს გამოაცხადა ბანდიტმა სტალინმა გამარჯვება, ეს ცალკე ისტორიაა, მისყედენ სტალინისტები, ამიტომ აღარ გავაგრძელოთ ამ თემაზე. მოკლედ, რამდენი დღეს იყო და ეხლა კი არა, რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს 14-15 დღეში იმ ომის ხანგრძლივობასაც კი გადააცდებს. არა და ის ომი სტალინი, ეხლა რომ გავაგრძელდე ამ 5 წუთის წინ, 50 წამის წინ უნდა შევაქო ახლა. სტალინმა წარმოიდგინეთ, სად ჩამოსული რუსეთის ტერიტორიაზე, სად ჩამოსული გერმანელები, ნემცები უკუაგდო და ბერლინამდე ჩავიდა. მე მესმის რომ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად არავინ არ კამათობს, რომ ადამიანის ფასი იყო ადამიანის ჩალის ფასი ქონდა სტალინისათვის და პუტინისათვის ჩალის ფასი არა აქვს. ამიტომ ეს ამ ომში რუსეთი ლოკოკინის ნაბიჯებით მიიწევს წინდა. ლოკოკინა კი გაცილებით ნელა მოძრაობს და გამოდის მხოლოდ წვიმიან ამინდებში, ვიდრე მაგალითად ჭიანჭველა, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ უაზროდაც მოძრაობს, ლოკოკინის ნაბიჯებით მოძრაობს წინდა, იცით თქვენ რომ სულ რაღაც 2022 წლამდე რაც იყო უკრაინა, ანუ დონბასი დაკარგულია კი იმის შემდეგ 1% თუ აქვს აღებული რუსეთს და გამარჯვება მიღწეული აქვს 1%. სხვა შორის დღეს მარიუპოლში გახსნეს თეატრი იმ მარიუპოლში რუსებმა, იმ მარიუპოლში, რომელშიც უკრაინელებმა აზოვსტალს გულისხმობ საოცარი გმირობის მაგალითი აჩვენეს მთელ მსოფლიოს. და ეს ძალიან ასეთი ერთის მხრივ ტრაგიკომიკური ამბავია და მეორე მხრივ ცინიკური ამბავია. უკრაინა მარიუპოლს დაიბრუნებს და არ ვიცი რამდენად იმ თეატრში, მაგრამ სხვაგან უთუოდ შევლენ უკრაინის პატრიოტი მოქალაქეები და ბავშვებიც. ეგრა მაგის პასუხია ბავშვებს რატო გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ვიდეო თუ ნახეთ ერთი რუსი ქალბატონისა, რომელიც არ მახსოვს რომელ ქალაქში აიყვანეს რუსებმა, რუსია ეს ქალბატონი, ქმარი მოუკლეს, დედამთილი აწამეს, თვითონაც აწამეს და სამმა რუსმა სალდატმა ჯგუფურად გააუპატიურა ეს ქალი და ეს ქალი ამბობს, ხო არანაირი სიმპათია რუსების მიმართ არ მაქვს, მაგრამ შემეცოდა ეს ქალი, გულახდილად გეტყვით, ეს ქალი ამბობს შემდეგ რამეს, რომ არ გავუწიე წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მეც მომკლავდნენ როგორც მის ქმარს გაუხვრიტეს შუბლი, ჯერ ფეხები დაუხვრიტეს და მერე შუბლი გაუხვრიტეს. და ჩემი შვილი ობლად დარჩებოდა და ეხლა ფურცელებით დადის რაღაც რუსულ სასამართლოში და სამართალს ეძებს რას საკვირველია ამ ჯოჯოხეთურ სახელმწიფო რუსეთში ვერ მიაღწევს. ბარემ ვიტყვი, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო მიბობღდება, ისინიც კი ვინც მიბობღებული არ არის. ცენტრალური აზიის სახელმწიფოები რუსეთს ახლაც უფრთხიან, თუმცა გულახდილები ვიქნებით, მაგრამ თამაშობენ, ერთგვარი პოლიტიკა აქვს, სომხეთსაც ეს ერთგვარი პოლიტიკა აქვს შემუშავებული, დიდად არ გააღიზიანოს, იმიტომ რომ რუსეთს დღესაც აქვს ეს ჰიბრიდული ელემენტების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის სომხეთში, სხვა თუ არაფერი გიუმრის სამხედრო ბაზაა სომხეთში. აზერბაიჯანია ჩემი მოსაზრებით ცოტა უფრო მხარგამაგრებული და ცოტა უფრო ყინჩად, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ აზერბაიჯანი აკიგით ხარით და ბევრჯერ მithქვავს და სხვასაც უთქვამს, მაინც თურქეთის მიერ მხარგამაგრებული სახელმწიფოა და ეს მეტყველებს ერთის მხრივ ალიევის გონიერებაზე
და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის სიძლიერეზეც, იმიტომ რომ ასე ღიად აზერბაიჯანისკენ ვერ გაიწევს. აი საქართველო კი ყველაზე უარეს დღეშია ჩვენ სინამდვილეში ბარემ მივაბავ სიმართლე გითხრათ მეორე თემა მინდა ცალკე ვიდეო ბლოგი გამეკეთები და მეორე თემაზე, მაგრამ დაახლოებით 3-4 წუთს წავიღებ თქვენის ნებართვით. ბიზნა ივანიშვილი ამ ყველაფერს ვერ ხვდება რასაკვირველია, იმიტომ რომ ბიზნა ივანიშვილი არის თავიდან ბოლომდე რუსეთის კაცი, ეს ასია, მაგრამ ბიზნა ივანიშვილიც კი, რომელიც ვერ ხვდება, ბიზნა ივანიშვილიც კი ხვდება, რომ რუსეთის ხანდახან ისეთ მაზოლზე აჭერს ხელს თუ ფეხს, თუ წიხლს, რომელსაც ისეთ მოთხოვნებს უყურებს, მოკლედ, რომელსაც ბიზნა რუსიც კი ძნელად თუ შეასრულებს, იმიტომ კი არა რომ ის ქართველი ან ქართველობის ნასახი აქვს, ქართველობის მისი ფილოსოფიური გააზრებით, არამედ იმიტომ, რომ მას პრინციპში ეშინია ისტორიის ძალიან მკვეთრი ხელისა თავის თავს დააბრალოს ესეთი სერიოზული ინფილტრაცია რუსული სპეცსამსახურებისა მან მოახდინა და თავად ადამიანშავე იმაში, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავადაც და ქვეყანაც, მაგრამ რუსების სწორედ იმიტომ, რომ მისუსტებული ბიზნა ივანიშვილი ნახეს და ბიზნა ივანიშვილმა თავად მიისუსტა, თავად მიასუსტებინა რუსეთს საკუთარივე თავი და ქვეყანა აქედან გამომდინარე რუსები ყველაფერს თხოვენ და ყველაზე უფრო სწრაფადაც თხოვენ მათ შორის გაგიკვირდებათ და რუსების თხოვენ ბიზნა ივანიშვილს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას და ბიზნა ივანიშვილი რომელიც ყველაფერზე თანახმაა აბსოლუტურად თანახმაა ოღონდ იმიტომ რომ გადარჩეს და დარჩეს საქართველოს ხელისუფლებაში და ვიდრე მოკვდება მანამდე იყოს ხელისუფლებაში არაფორმალურ მმართველობაში და მე მისმა შვილებმაც გადაიბარონეს მძიმე ტვირთი ბიზნა ივანიშვილი ყველაფერზე ყაბულდა თანახმა კი არის მაგრამ ამაზე კი რამდენადაც ხვდები მე ყოველ შემთხვევაში ესეთი ანალიზიც არსებობს ბიზნა ივანიშვილი ამაზე კი ესე პირდაპირ არ მიექანება რუსეთისაკენ და ახლა ცდილობს გარკვეული მანევრების გაკეთებას და პირველ ყოვლისა რასაკვირველია დასავლეთის მიმართულებით მაგრამ გვარიანად და აგვიან და მეთქი თუ ვიტყვი ამას და გვარიანად ბევრი წითელი ხაზი გადალახა მეთქი თუ ამასაც დავამატებ მტყუანი სულაც არ ვიქნები დიახ ბიზნა ივანიშვილმა არ მიიღო რა რუბიოს წერილი აგინებინა თავისთაც აგინებს ალბათ პაპუაშვილი ხა ყოველჯერზე ბიზნას არ უთანხმდება დასავლეთს ვაგინო თუ არაო, მაგრამ შექმნა რა ის პალაჟენიე ბიზნა ივანიშვილმა, რომელშიც ყოველ მეორე პაპუაშვილს ბრიუსელის გინების შესაძლებლობა და სურვილი უჩნდებათ. ბიზნა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა მოკლედ ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ბიზნა ვერც აჩერებს ამ თავქვე პირდაღმართში გაქანებულ საკუთარივე თავსდაოცნებას და ასე შემდეგ გარდაუვალ ჯოჯოხეთს, რომელიც მის თავს დატრიალდება და არ ვიცი რას უშველის ის საკუთარ თავს და აი აქ არის ერთი საინტერესო მომენტი აპირებს თუ არა ის გუნდის გამოცვლას 2026 წელს ხმებზე დაყრდობას ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბოლგვარებს არ დავასახელებ ოცნების ცალკეულ წარმომადგენლებს და პრინციპში რატო არ დავასახელებ ერთგვარს გაგიმხელთ მამუკა ბახტაძეს ის უკვე ელაპარაკა შესაძლო დაბრუნებაზე მამუკა ბახტაძე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შეერთებულ შტატებშია ექსპლორაციის რამდენიმე ამერიკულ პროექტში მონაწილეობდა გაგიკვირდებათ და დაბრუნებაზე დაელაპარაკა მამუკა ბახტაძეს რომელიც არაფერს წარმოადგენდა მაშინ როცა ის პრემიერი იყო ყოველი პირველი გახარია და ყოველი მეორე სხვა რომელიმე გვარის წარმომადგენელი მას პირდაპირ მნიშვნელობით სკუპდა ახტებოდა თავზე და 20 ივნისს აწყობდა ამ ქვეყანაში მაგრამ ამბავიც ის არის რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მამუკა ბახტაძემ უკაცრავად რუსულიზა და დაუატკაზა ბიზნა ივანიშვილს შესანიშნავად ხდება თუ მიხვდა რა რომ ახლა ბიზნა ივანიშვილთან ნებისმიერი იდენტიფიცირება არის მისთვის დამღუპველი და არა მხოლოდ მისთვის არამედ ყველასთვის ვინც საკუთარ თავს გადაჯაჭვავს ბიზნა ივანიშვილთან პირთან რომელმაც საქართველო უკვე ჩაჩეხა უკრაინაზე დავიწყე მამუკა ბახტაძით დავამთავრე როგორი საინტერესოა რა ნახვამდის